მოგესალმებით, განვაგრძობთ რადიო იმედის ეთერში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოეხმაურებით ტყის უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის თემატიკას, სამხრივ არსებულ რეალობასა და საკანონმდებლო შესაძლებლობებს და თემაზე სასაუბრო სტუდიაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს კალბატონ მაია ჩხუბაძეს მასმეზლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. მადლობა სტუმრობისთვის. კალბატონ მაია, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევაზე და თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, საკანონმდებლო თუ აღკვეთის ფაქტებს, ვხედავთ, რომ სტატისტიკური მონაცემებიც ამბობს ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს იმდენად ცოცხალი ორგანიზმია, რომ აქ დახვეწა ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მით უმეტეს რომ გამოწვევები თითქოს ერთი და იგივე რჩება, თუმცა გამკლავების მეთოდების დახვეწაც ალბათ ერთ-ერთი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს იმდენად მოქნილი, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ეფექტიანობას აამაღლებს. ჩვენ კიდევ გვაქვს ახლა სიახლეები ამ მხრივ, მაგალითად პასუხისმგებლობის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ვადასთან დაკავშირებით და იგივე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთის მექანიზმები. მოკლედ აი ამ ერთობლიობის გათვალისწინებით გითხარით პირველ რიგში რა გვაქვს სიახლეები თქვენთვის ზედამხედველობის სამსახურისთვის, რა საკანონმდებლო სიახლე გაადვილებს საქმიანობას და შემდეგ უკვე მოლოდინზე ვისაუბროთ, რამდენად ეფექტიანად შეიძლება ეს აისახოს შედეგებზე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ამ თემით რომ დაინტერესდით. აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ეს დინამიური პროცესია და ყოველთვის ხდება ანალიზი, განვლილი შედეგების, სტატისტიკური მაჩვენებლების და შემდგომში მივიღებთ ხოლმე გადაწყვეტილება სამინისტრო, ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიცირებით ხდება მომზადება საკანონმდებლო ცვლილების ბაზე ინიციატივის, რომ გამკაცრდეს მოთხოვნები, რომ მქონდეს მას შემაკავებელი ეფექტი. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ჩვენ გამოვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს გამოვლენილი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების, გადამუშავების, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება ხე-ტყის გადამუშავება და სახერხის სამქროს განთავსება. სწორედ ამ შედეგების ანალიზის შედეგად დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოემზადებია ყოფილიყო ინიციატორი საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის სახერხ-სამქროებზე მოთხოვნების გამკაცრებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ბრაკონიერობა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება, მთავარი მიზანი ამ ბრაკონიერობის არის, რა თქმა უნდა, მისი გადამუშავება და მისგან ფინანსური სარგებლის მიღება. და ეს ყველაფერი საბოლოო წერტილში ხდება სახერხ-სამქროებში, რომელიც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ჯაჭვში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს ასრულებს. და სწორედ ის არის წერტილი, გადამწყვეტი რგოლი, სადაც ხდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავება და სასაქონლო პროდუქციის, ანუ ამ შემთხვევაში პირველადი გადამუშავების პროდუქციის მიღება, რომელიც შემდგომში იყიდება ბაზარზე. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები საკმაოდ სწორად არის აწყობილი იმ კუთხით, რომ მიკვლევადობა ხე-ტყის სრულად არის უზრუნველყოფილი და ჩვენ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით ვაკონტროლებთ ხის ჭრის გადაადგილების და გადამუშავების ადგილებს. ანუ ჩვენს თავისუფლად შეგვიძლია ვნახოთ, თუ რომელი ხე სად გადამუშავდა და რომელი პირველადი გადამუშავების პროდუქტი იქნა მისგან მიღებული. ეს არის ერთი მხარე, რომელიც მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიად შეიძლება იქნეს აღქმული, ვინაიდან ელექტრონული სისტემების გამოყენებით კონტროლი ზოგადად აპრობირებული მეთოდია და ძალიან აადვილებს კონტროლის მექანიზმებს და ეს უკვე დიდი ხანია დანერგილია, რა თქმა უნდა მონიტორინგს და რა თქმა უნდა ეს დიდი ხანია დანერგილია და ჩვენ ამ გზას მივყვებით, მაგრამ არსებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მხოლოდ ეს მექანიზმი არ იყო საკმარისი და საჭირო იყო კიდევ უფრო მეტი სანქციების ნაწილში გაზრდა და სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და თუ აქამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული კონკრეტულ ქმედებებზე, ამ სიტუაციაში უკვე გაჩნდა პირველივე შემთხვევაში თუ სახერხ-სამქროზე აღმოჩენილი იქნება ხე-ტყე, რომლის უკანონო მოპოვებით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ანუ 1000 ლარზე მეტია გარემოზე მიყენებული ზიანი, უპირობოდ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე. მაგრამ თუ ასევე სახერხ-სამქროზე ჩვენ აღმოვაჩენთ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს, ამავე ცვლილების თანახმად, რომელიც არის
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ ზიანი 3000 ლარი და მეტია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სანქციის სახით ჯარიმა და პასუხისგებლობის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე. დამერწმუნებით რომ ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს მოთხოვნას სახერხის საამქროს მიმართ, რომ მან არ მიიღოს გადასამუშავებლად უკანონოდ მოპოვებული ხეთყე. ვინაიდან თვითონ სახერხის საამქროს ფლობელის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. სანქციები ფინანსური ჯარიმა და ვთქვათ პასუხისგებლობის ისე გათავისება რომ ციხეში წავა ერთ შემთხვევაში 3 წლამდე, მეორე შემთხვევაში 7 წლამდე შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებისას მხოლოდ სახერხის საამქროს რა თქმა უნდა და ასევე რა თქმა უნდა ხეთყის უკანონო მოპოვების კუთხით რა თქმა უნდა მომტანიც ამ შემთხვევაში დამრღვევი არის, მაგრამ სახერხის საამქროს მიმართ პასუხისგებლობის გამკაცრება კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს, რომ თვითონ სახერხმა საამქრომ არ მიიღოს უკანონოდ მოპოვებული ხეთყე. მიზანი ეს იყო. რა თქმა უნდა, ვინც უკანონოდ მოიპოვა ხეთყე, მის მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ხეთყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ საუბარია სახერხის საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხეთყის განთავსებაზე. ანუ სახერხის საამქროსაც უნდა კონდეს პასუხისგებლობა, რომ მან არ შეუშვას მის სახერხის საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხეთყე. მოდით ახლა ვთქვათ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთსგან უკანონოდ მოპოვებული და კანონიერად მოპოვებული. რა თქმა უნდა, ამისი ძალიან მარტივი მექანიზმი არსებობს. ყველა კანონიერად მოპოვებული ხეთყი არის მარკირებული და ყველა კანონი და მარკირების გარეშე დაუშვებელია სახერხის საამქრო. პლუს თქვენ ციფრულ რეესტრში, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, იქაც არის და თვითონ ხეთყესაც გააჩნია ფირნიში, ეგრეთ წოდებული ფირნიში, რომელიც თავისი ეს არის ბეჭდის მაგვარი ჩამჯდარი მერქანში საკმაოდ ხმად და ასევე უნდა გქონდეს შესაბამისი დოკუმენტი. წარმოშობის ამასა აქ ეს ფირნიში სათითაოდ? სამასალე მორს აუცილებლად უნდა გქონდეს სახერხის საამქროში. ისე შეტანა არ შეიძლება გადასამუშავებლად. ამას სად და როგორ უზრუნველყოფენ ამ რა თქმა უნდა, ეს დაფირნიშება ხდება უშუალოდ დიახ, მოჭრისთანავე, დამზადებისთანავე ხეთყეზე, სანამ ტყეში და უბრალოდ დამზადების ადგილიდან ხდება მანქანაზე დატვირთვა, უკვე მანქანაზე განთავსებულ სამასალე მორს ეს ფირნიში უნდა გქონდეს. ვინ აკეთებს ამ ფირნიშს? უშუალოდ დამამზადებელი და ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ეროვნული სატყეო სააგენტო, მართვის ორგანო, დაცულ ტერიტორიები ან შესაბამისი ორგანო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამ ფირნიშის სანაცვლო თანხას იხდის? კი, ეს მექანიზმი აწყობილია, გაწერილია პროცედურები. ფირნიშის გამცემი ორგანიზაცია ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ამ კონკრეტულ ადგილას ამ ხის სამასალედ მოჭრის უფლება. რა თქმა უნდა და ყველა ხე უნდა იყოს მარკირებული, მარკირების გარეშე ხეთყის გადაადგილება ამ შემთხვევაში სამასალე ხეთყეზე ვსაუბრობ. თუ სახერხის საამქროში შედის, საშიშეც კი მარკირებული უნდა იყოს. საშიშეც კი? კი, თუ შედის სახერხის საამქროში. ქალბატონია, თქვენ სწორად აღნიშნეს, რომ აი მთელი ჯაჭვის ერთობლიობაში ხე მოიჭრა, დამუშავდა, გარდაიქმნა, მიიღო სხვა ფორმა, უკვე მზა პროდუქტი გადის ბაზარზე, ან საქართველოს ან უცხოეთის ბაზარზე. და ის რაღაც პროდუქტია, რომლის საბაზაზე ან რაღაცა დამზადება, ან ის მიიღებს რაღაც ფორმას საბოლოოდ. აი ამ თელ ჯაჭვში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სწორედ გადამამუშავებელ სივრცეს. ცეხებად წოდებულ ადგილებს ხო, სადაც სამხერხაოები, სადაც ამ ყველაფერს ამზადებენ. ეს არის ერთგვარი გზაჯვარედინი. დიახ. თუ იქ მოხვდა და გადამუშავებასაც დაექვემდებარა ხის მასალა, უკვე ჩაეშვა წარმოებაში, ასე ვთქვათ, უკანონო თუ იყო თუ კანონიერი, მაგას მე ვერავინ ვერ მიხვდება, ხო? მით უმეტეს ის ფირნიში აღარ გამოჩნდება უკვე გადამუშავებულ მასალაში. მე ვხვდები, რომ ეხლა ეს ჩვენ ადრეს გვისაუბრია, მსგავსი კანონის პრევენციული ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ პასუხისგებლობა მეტი იგრძნონ და აიღონ თავის თავზე სამხერხაოებმა. აი ეს ახლა რაც ჩვენ გვაქვს კანონი მიღებული, საკმარისი არის თუ არა იმისთვის, რომ აი ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი გზაჯვარედინი სამხერხაოს სახით იქცეს ისეთ ობიექტად, რომელიც უბრალოდ არ გაიკარებს არაფერ ნიშირებულ, უკანონოდ მოპოვებულ ხეთყეს და როგორც კი ის არ გაიკარებს, მე უკვე იქ მოჭრასაც აზრი არ აქვს, ხო? სადაც აიღებს თუ რაღაც კუსტარულად სახში თვითონ არ დაამზადა და ეს კიდე ცალკე შესწავლისაგან იქნება ალბათ. ეს ცვლილებები კანონში რაც ახლა გვაქვს, რაზეც ახლა ისაუბრეთ, არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ
საერთოდ სხვა პასუხისმგებლობის სხვა სიმაღლეზე ავიდეს სამხერხაო ობიექტების ფლობელების დამოკიდებულება პროცესისადმი თუ შეიძლება დროთა განმავლობაში კიდე დახვეწა დაგჭირდეს. დიახ, ლოგიკური შეკითხვაა და აბსოლუტურად ყველას საღადმოაზროვნე ადამიანი დასვავს ანალოგიურად მსგავსად ესეთი ფაქტობრივად შეკითხვას, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც რაღაცა ცვლილების მიღება ხდება, რაღაცა დრო არის საჭირო. რამდენად იმუშავებს ეს ცვლილება, რამდენად ექნება მას შემაკავებელი ეფექტი. სანამ ამაზე ჩვენ გადავალთ და ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაჭირდება, მანამდე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ დიდი ხანია უკვე სახალხო საამქროებისთვის არსებობს მთავრობის განკარგულებით არის დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ძალიან დეტალურად არის გაწერილი უპირველეს ყოვლისა კონკრეტული მოთხოვნები სახალხო საამქროს მიმართ. თუ როგორ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა დარეგისტრირდეს, როგორი უნდა იყოს მისი საქმიანობა, როგორ ხდება ხეტყის მიღება, მერქნული რესურსების მართვის სისტემაში ასახვა, შეუძლია მას დააკორექტიროს. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ზოგადად პრევენცია არის ჩვენი მთავარი მიზანი, გარემოსდაცვის სამხედროების დეპარტამენტის და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ტექნიკური რეგლამენტით მათ შორის გათვალისწინებულია პრევენციული საკითხებიც. თუ რაიმე მექანიკური შეცდომა მოვიდა, ამის დაკორექტირების უფლება აქვს, ეგრევე არ დაჯარიმდება, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო არის განსაზღვრული, მაგრამ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ იმისთვის რომ მოხდეს შეკავება, მათ შორის ხეტყის უკანონო მოპოვების შეკავება, ამ სიტუაციაში ამას გარკვეული დრო ჭირდება და ვნახოთ როგორი ეფექტი ექნება მას სახალხო საამქროებზე და უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ალბათ უნდა გავიაზროთ და გავისეგრძაგანოთ რომ ჩვენ დღეებს არათუ ეროვნულ ბაზარის თქვენ ახსენეთ ექსპორტიო და არათუ ექსპორტი არამედ ეროვნული ბაზარის დაკმაყოფილების საშუალებაც უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი დღეს 90%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობის არის და 98%-მდე არის ბუნებრივი წარმოშობის და თითქმის 90%-მდე რა თქმა უნდა და ეს არის უნიკალურობა სწორედ ჩვენი ხეტყის და 90%-ზე მეტი ჩვენი ხეტყე არის განთავსებული მაღალი დაქანების ფართობზე, ანუ საკმაოდ მაღალი დაქანების ფართობზე არის განთავსებული და თითოეულ ხის ფესვთა სისტემასაც კი მნიშვნელობა აქვს არათუ ხეს თვითონ ვარჯს და ღეროს, არამედ ფესვთა სისტემასაც კი ეროზია და მეწყრული პროცესი აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ამიტომ უნიკალურია ჩვენი დღე და პირიქით ჩვენ დღეს დახმარება ჭირდება იქეთ. არათუ ექსპორტზე გავიტანოთ, პირიქით უნდა იმპორტი უნდა გავაძლიეროთ და იმპორტის პროვოცირება უნდა გავაკეთოთ, არათუ ექსპორტზე გატანა და ამიტომ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ აი ამ კუთხით ძალიან ბევრი ღონისძიება არის გასტარებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მოქალაქეთა შეგნების ამაღლებაც და აი ამ ცვლილებას რაც შეეხება, ამას რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ინიცირება ახალ ცვლილებას. აი ახლა თქვენ საინტერესო რამე შეეხეთ, რომ ეს არ არის თქვათ ლოკალური გადასაწყვეტი პრობლემა და თქვათ თქვენი სამინისტრო ან კონკრეტულად თქვენი უწყება, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური პროცესის ნაწილია. ერთი არის ადრე თქვა სოციალური გაჭირვება რო იყო მესმის რომ სახელმწიფოსაც არ ქონდა მორალური იმდენი უფლებაც რომ თქვათ როცა შეშისთვის და ყინვისგან გადასარჩენად უნდა და შეშა ასე მარტივად ვერ მოთხოვდა იქ მოქალაქეს ხო როცა თვითონ ვერ უზრუნველყოფდა და ახლა როდესაც ასეა თუ ისე გაზით მომარაგება ჩვენ საქართველოს ისეთ რეგიონებში გვაქვს სადაც არ ყოფილა ასეთი რამ არასდროს და სხვა შესაძლებლობები გაგვაჩნია უკვე ასე ვთქვათ მოთხოვნაც და მორალური უფლებაც ამისი იზრდება. თუმცა დღეს ალბათ ეს ყველაფერი სოციალურ სირთულეს თუ სიდუხჭირისგან განსხვავებით ალბათ ეკონომიკურ პროცესს უკავშირდება. და ამ შემთხვევაში თქვენ რაც აღნიშნეთ რომ ანუ ხე ისეთი მასალაა რომ რაც არ უნდა ტექნოლოგია განვითარდეს და რა ეპოქაშიც არ უნდა ვიყოთ, ხე მაინც ბუნებრივი ცოცხალი მასალა და მას ღირებულება ექნება. მით უმეტეს დღეს არაერთი არის ხის ჩამნაცვლებელი სხვადასხვა ქიმიური თუ ასეთი სხვა ტიპის საშუალებით მიღებული მასალა და ხე მაინც ფასობს. მაგრამ აი ამაში არის ეს უკვე კომპლექსურობა რომ ეს მარტო თქვენი სამინისტროსი არა აქ ეკონომიკის სამინისტროს ალბათ სხვა ჩართულობა უნდა იყოს როგორ მოხდეს თქვათ იმპორტის ისე ხელშეწყობა რომ აქ არც კი იყოს თქვათ ეკონომიკური ინტერესიც რომ ჩვენი ხეტყე უკანონოდ გადაამუშავონ და ბაზარზე გაიტანონ. აი ამ მხრივ ეს კომპლექსურობა ალბათ საკმაოდ მოცულობითია და ეხლა მე მესმის ეს კითხვა თქვენ არ გეხებათ უბრალოდ რეპლიკის სახით
იქით აღვნიშნე. მაგრამ ალბათ აქაც გამოსაყენებელი იქნება ის პრაქტიკა, რომელიც იგივე თქვათ ევროპულ სივრცეში არის, სადაც ჩვენგან განსხვავებით ხელოვნური ტყე არის ბევრად მეტი, მაგრამ ამიტომაც შეიძლება მათთვის კონტროლის მექანიზმიც გაადვილებული იყოს, იმიტომ რომ თავიდანვე ისე მოხდებოდა დაპროექტება ამ ტყეებისა, რომ კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობა მაშინ თავიდანვე იქნებოდა მაღალ დონეზე გათვალისწინებული. თუ ნებას მომცემთ ორი სიტყვით ვიტყვი სამინისტროს ჭრილში, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთის მხრივ ახდენს კანონახსრულების ორგანოთა გაძლიერებას, მაგრამ მეორის მხრივ მუშაობს ისეთი პოლიტიკის შექმნაზეც და ეს ძალიან დიდი უკვე კარგახანია მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ გააძლიეროს მართვის ორგანოები. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მათ შორის ევროპული ქვეყნები, როდესაც მართვის ორგანოები საკმაოდ ძლიერია და ხეტყის დამზადება ხდება მართვის ორგანოების მიერ, მათი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და არა სოციალური ჭრის სახით, როგორც დღეს არსებობს დროებით, ტყის კოდექსმა განსაზღვრა, რომ სოციალური ჭრა აღარ იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2026 წლის 1 იანვრიდან, თუმცა საუბარია იმაზე, რომ სანამ მართვის ორგანო თვითონ გადავა ხეტყის დამზადებაზე, და მხოლოდ ის იქნება პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მათი გაძლიერება, მათი აღჭურვილობის შეძენა და ასე შემდეგ, ადამიანური რესურსი იქნება თუ სხვა. რა თქმა უნდა, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და სწორად აღნიშნეთ, როდესაც პროცესები სრულიად დაალაგდება ისე, რომ მართვის ორგანოების იმდენი შესაძლებლობა ექნებათ, რომ თვითონ დაამზადონ, ეს უზრუნველყოფს ხეტყის სწორად დამზადების პრაქტიკის დანერგვას და მინიმუმამდე შეამცირებს უკანონო ჭრებს. აი ესეთი საბოლოო პროპოზიტიური სტრატეგია ასეთია. ხო, მით უმეტეს აი მართვის ორგანოების მონოპოლისტური საქმიანობის რეგულაცია მე ალბათ ცალკე გამოწვევა იქნება, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს და მართვის ორგანო მარტო აუცილებლად გაიტანს ამას აუთსორსზე, აუცილებლად დაიქირავებს ხელში, უბრალოდ მოხდება მათი კონტროლი. შემდგომში და სწორი მართვა მოხდება. მრავალფეროვნება შენარჩუნდება. იგივე 90-იანი წლების შემდეგ მოგეხსენებათ ესეთი მნიშვნელოვანი ბიზნესი იყო, რომ კარგახანი და შეიძლება დღესაც არ ვიცი, გარკვეული ჯგუფების გავლენის სფეროდ იქცა და ეს დიდი ბიზნესი იყო, უბრალოდ ისე ვერავინ ვერ შევიდოდა, ასე ვთქვათ, ტყის ამ საქმიანობაში და ამიტომაც ამ რესურსზე იგივე მართვის სტრუქტურების გაძლიერება ისე უნდა მოხდეს, რომ დელეგირება იყოს სრული და ეს არ გახდეს რაღაცა აბსოლუტურად გეთანხმებით. ხელმიუწვდომელი სივრცე, რომელიც ჩაიკეტება. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური ჭრის პრაქტიკის გაუქმება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ევოლუციურად უნდა მივიდეთ ამ მდგომარეობამდე, რომ 21 საუკუნეა და მხოლოდ ალბათ ეგზოტიკური მნიშვნელობა უნდა ქონდეს ამას. ერთი არის ჩვენი სატყეო ფონდი, რომლის უნიკალურობა ცალკე საუბრისა და შეფასების საგანია, მაგრამ მეორე არის თქვათ საქართველოში ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი თბილისი, რომელიც სულ უფრო იზრდება და თავის თავში უკვე მოიცავს სატყეო სივრცეებსაც, ხო? აი აქ რეგულირების რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, მით უმეტეს ქალაქი ძალიან სწრაფად ვითარდება, სამშენებლო ბიზნესი ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ მწვანე ზონების და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დიახ, აი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი არის ერთადერთი, რომელზეც ზედამხედველობა კონტროლს არ ახორციელებს, მათ შორის მწვანე ნარგავის ჭრაზე, იმიტომ რომ ეს უშუალოდ მერის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა და ასევე მათ შორის ნებართვების გაცემაც და თქვენ იცით, რომ ყველაზე მკაცრი მოთხოვნები არის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებული ხის მოჭრასთან დაკავშირებითაც კი აუცილებელია ნებართვა მოისურვოს ადამიანმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს. ოღონდ ეს არის რა თქმა უნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენცია და მე რა თქმა უნდა არ შევალ ახლა მათ კომპეტენციაში და სწორედ ეს არის ერთადერთი ადგილი. ეს არ არის თქვენი დაფარვის ზონა. ეს არ არის ჩვენი დაფარვის ზონა. აქ არ ვაკონტროლებს ხის უკანონო ჭრას, იმიტომ რომ მაგალითად ვინმე უკანონო ჭრა რომ ნახოთ, აუცილებლად ვrეკავთ ქალაქ თბილისის მერიაში, ცხელხაზზე და ვტოვებთ შეტყობინებას, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ მოვლენ და გაატარებენ რეაგირებას. ასევე ყოველ მოჭრილ ხესთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი. კარგით და ახლა როდესაც ზაფხულის პერიოდი გვაქვს, თქვენ ახსენეთ იგივე ახალი ტექნოლოგიები და
ჩვენ ადრე იგივე სამონიდირო სივრცეში კონტროლის მექანიზმებზე ვსაუბრობდით, მაშინ ამ ტექნოლოგიების ეფექტიანობასაც აღნიშნეს და აი თქვა ტყის უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის თვალსაზრისით ტექნოლოგიური გამოყენებადობის რაღაც სიახლე ხო არ გაგაჩნიათ, ან ამ მხრივ არსებული ბაზა რამდენად გიადვილებთ საქმეს. დიახ, იმის გამო გათვალისწინებთ, რომ დეპარტამენტი ბევრი გამოწვევების წინაშე დგას, გარემოსდაცვის სფეროში ყველა დარღვევაზე ახდენს რეაგირებას, გარდა გარკვეულ გამონაკლისებისა, რა თქმა უნდა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ბოლო წლები აქტიურად მუშაობს და ჩვენ და იძენს აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამან ბევრი ძალიან გაგვიადვილა, მათ შორის ზოგადად ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა, მათ შორის ეს იქნება სასარგებლო წიაღისეული, უკანონო ნადირობა, უკანონო თევზჭერა, ასევე ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა გაგვიადვილა, იმიტომ რომ მიუვალ ადგილებში ხდება ზოგჯერ ისეთი სახერხსამქროს გამოვლენა, რომელიც არ უნდა იყოს სამწუხაროდ ხდება ეგეთი ფაქტებიც, ასევე ხდება ხე-ტყის უკანონო მოპოვების ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა, იმიტომ რომ ზოგჯერ ეკიპაჟი მიუვალი ადგილია და სანამ ეკიპაჟი გადაადგილდება, ხდება მათი მისვლა ამ თანამედროვე ტექნოლოგიით გამოვლენა და ჩვენ წინა წელს მაგალითად ჯამურად, რომ ვთქვათ, 300-მდე ფაქტი გვაქვს გამოვლენილი. ზოგადად დრონი და ფოტოხაფანგი. ზოგადად გარემოსდაცვის სფეროში აქ შედის ნადირობას, თევზჭერას, წიაღის და ასე შემდეგ 300-მდე ფაქტი და რა თქმა უნდა ამ ფაქტებს შორის იყოს ხე-ტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და გადამუშავების ფაქტების იდენტიფიცირებად დრონის გამოყენებით და ფოტოხაფანგების მეშვეობით. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის, დიალოგისთვის.